მოგესალმებით. ჩვენ უნდა განვაახლოთ ინტენსიური მუშაობა და ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უახლოესი მომავლისთვის და პერსპექტივაში, რადგან ქვეყნის მომავალი და რა იქნება ათწლეულების შემდეგ დღეს ისახება, იმიტომ რომ გარდამტეხი პერიოდია. გარდამტეხია მსოფლიოსთვის და ეს უკვე აშკარად გამოჩნდა, გარდამტეხია საქართველოსთვის, მისი მოდით ასე ვთქვათ 35 წლიანი უბრალოდ 33 წლიანი უბედურებების ერთი მეორეზე უარესი მოვლენების და შედეგად ფაქტობრივად განახევრებული საქართველო, იმიგრანტებისგან გადავსებული საქართველო, გაყიდული მიწები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ საქმეს ემოცია არ ჭირდება. იმისთვის რომ ამ სისტემის კარგად მცოდნე ვარ მე, ვიყავი ყველანაირ მდგომარეობაში, არ ვიყავი რიგითი, ამ ცოდნამ და იმ ძალიან დიდმა საშიშროებამ, რაც ქვეყნის წინაშე დგას, მე მაიძულა და თანდათან გამოჩნდნენ, სხვებიც ფიქრობდნენ ასევე და ჩვენ შევიკრიბეთ ქართველთა დიდი გაერთიანების სახით და მოუწოდეთ ყველა საქართველოს, რომ დავდგეთ ამ ქვეყნის გვერდით, იმიტომ რომ თუ ძალა არ წარმოიქმნა, თუ ძალამ არ დააბალანსა ეს აბსოლუტურად უკანონო, არალეგიტიმური და არაფორმალური მმართველობა, აქ ყველაფერი კრახისკენ მიდის. პოსტფაქტუმ, როდესაც ქვეყანას დააყენებენ ფაქტის წინაშე, უკვე არაფრის გაკეთება არ იქნება შესაძლებელი. მაგრამ რა არის ეს ქართველთა დიდი გაერთიანება, რატომ არის შეტევები მასზე, რატომ არის ვიღაცების უკმაყოფილება, რატომ მოდიან, მერე თითქოს გადიან, მოდი დავალაგოთ ყველაფერი. დამფუძნებლები ვართ, ჩვენ ვთქვით, რომ არავითარი იერარქია, ყველა საღი, ყველა შემართული ქართველი, ვინც მოვა, თავისინებით ჩვენ არავის არ ვიწევთ, ის ჩვენთან ერთად იქნება, ჩვენ ერთად გადავწყვეტ და ასე შემდეგ. ვერავინ ვერავითარ ამბიციას აქ ვერ დაიმაყოფილებს, მაგრამ ჩვენ ყველას უდიდესი ამბიცია გვაქვს, რომ ეს ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ, მაგრამ ეს სხვადასხვა რანგის, სხვადასხვა ხარისხის და სხვადასხვა შინაარსის ამბიციებია. ამ ორგანიზაციაში ვისაც სურვილი აქვს, მოდის და ამბობს, რომ მე მინდა თქვენთან ერთად ვიყო. ხორჩა, ის განცხადებას არ წერს, ის არ შემოდის ორგანიზაციაში, რომელიც არის რეგისტრირებული საჯარო რეესში, რომელსაც აქვს ბეჭედი, რომელსაც დირექტორი, რაღაცა მმართველები, რაღაცა უფროსები, იერარქია. არა. ყველა სისტემა ნაანხი მაქვს და ამაზე უფრო საზიზღარი სისტემები, ვიდრე პარტიული სისტემებია და ეს იერარქიული სისტემებია, მე არსად არ მინახავს. შედეგი არის კატასტროფული, პარტიული სისტემა განადგურებულია, პოლიტიკური სისტემა ქვეყანაში განადგურებულია, რადგან როცა კონსტიტუციას გარედან იმართება ქვეყანა, იქ არაფერზე არ შეიძლება საუბარი. ამიტომ როდესაც კონკრეტული ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ის არის ქართველთა დიდი გაერთიანების წევრი, რაღაც განცხადებებს აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა რაზე, ამ პიროვნებაზე, იმ პიროვნებაზე და ასე შემდეგ. და შემდეგ გაუცნობიერებელი ადამიანები მას ამბობენ, რომ არიქა ეს ქართული ოცნება ამის წინააღმდეგია, იმის წინააღმდეგია და ასე შემდეგ. მე უბრალო განმარტებას გავაკეთებ. თუ არ კეთდება ერთობლივი განცხადება, სადაც ჩვენ სამივე, ოთხივე დამფუძნებელი და ყველა ჩვენთან ერთად მყოფი ადამიანი, რომლის ინიციატივა შეიძლება იყოს მხარდაჭერილი, ეს თავისთავადი ამბავია. არანაირი კერძო პირის განცხადება, მათ შორის ჩემი განცხადებაც სახელით ქართველთა დიდი გაერთიანებისა, ყველაფერი რაც მე მჭირდება ქართველთა დიდი გაერთიანების სახელით გავაკეთო, მე გავაკეთებ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც აქ არიან. ამიტომ ცალკე არც ჩემი ნათქვამი არ შეიძლება განზოგადდეს მთელ
საზოგადოებაზე, მთელ ამ ერთობაზე და ამიტომ იმ ადამიანების დაეჭვება რაღაც ესე იგი რომ ვიღაცას ვეჩხუბებით, არავის არ ვეჩხუბებით, ვინც მოვიდა საჩხუბრად საკუთარი ინიციატივით მოვიდა, თავისი სახე ანახა და წავიდა. ჩვენ დავჭით ისევ ერთგულნი ჩვენი საქმისა, წმინდა საქმისა, კიდე გეუბნებით, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, თუ ეს ძალა არ შეიკრიბა, საღი სისტემის გარეთ მყოფი ქართველები, საღი ქართველები, მოქმედების უნარის მქონე ქართველები, რისკის გაწევის მქონე ქართველები, რადგან ის საქმე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, არ არის ურისკო. არ არის უხიფათო საქმე პიროვნულად ადამიანისთვის, ამიტომ ჩვენ არავინ არ მოგვიწვევია. ამიტომ, როდესაც ვიღაცებმა დაუშვეს, ძალიან საწოდავმა ხალხმა, რომ რაღაც ნაწყინობის გამო არც ვარ საქმის კურსში, ლანძღვა დაუწყეს ქართველთა გაერთიანებას, მე მინდა გითხრათ, რას აგინებთ? ხალხი, რომელიც შეკრებილია, 1000-ზე მეტი ადამიანია, ეხლა მედის უკვე ნადირობა იმაზე, ვინა ეს ხალხი, დამალული არაფერი არ არის, ჩვენ თვითონ მიუტანთ, თუ ვინმე ითხოვს, სიებს, ამიტომ აქედან სიების რაღაც გამჟღავნა არაფერი საერთოდ არაფერი საიდუმლო არ გვაქვს. მთავრობასაც მიმართავთ, უშიშროების სამსახურებსაც, ყველა სპეცსამსახურს მიმართავთ. ჩვენ ღიად ვამბობთ რა გვინდა. სადაც ვიქნებით, თქვენ გაქვთ თქვენი არხები, კეთილი ინებეთ, ყველგან იყავით იქ, სადაც ჩვენა ვართ, მოისმინეთ კარგად. მე სახლში რომ წახვალთ, თქვენ დედმამას რომ შეხედავთ, თქვენ ოჯახს რომ შეხედავთ, შვილებს შეხედავთ, კარგად იფიქრეთ, რას ვაკეთებთ. ამიტომ არავისთან არაფერი საიდუმლო არ გვაქვს, არანაირი შეზღუდვა არ გაგვირჩნია გარდა ღმერთისგან დადგენილი შეზღუდვებისა, ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიერ ინტერესებით განსაზღვრული შეზღუდვებისა, პიროვნულად ღმერთის წინაშე მართალი ვართ, ამ ქვეყნის წინაშე მართალი ვართ, ხალხის წინაშე მართალი ვართ. ამიტომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ხმამაღლა უშვებს და ვინმე ნაწყენი თუ დარჩა, ვინმესგან ამ ერთობაში შეუძლია წავიდეს კაცო, ვინ უშლის, მაგრამ არა, ისინი მოდიან, შემდეგ იწყებენ ლანძღვას. მათ შორის ლანძღავენ საკუთარ თანამემამულეებს, რომელთა რაოდენობასაც არც იციან, არც დიდ გაერთიანებაში მყოფი ხალხი არ იციან, მაგრამ ლანძღავენ. ლანძღავენ იმიტომ, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია დაწყებული ქართველთა დიდი გაერთიანების წინააღმდეგ, რადგან ეს არის უკონტროლო ძალა, ჩვენს კონტროლი არ გვჭირდება, თვითონ გაკონტროლებთ ჩვენ თავს, ჩვენი ქვეყნის საზიანოდ ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება, მაგრამ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ქვეყნის საზიანო საქმეს აკეთებენ, უფლებამოსილი პირები, უკანონო პირები, მაგრამ ხელში ჩაგდებული ძალაუფლების გამო მოქმედნი, ჩვენ რა თქმა უნდა უკან არ დავიხევთ. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყურადღებით მოეკიდეთ, ვინ ლანძღავს, რა ლანძღავს, მარტივად არ არის საქმე. ჩვენ გვყავს ერთი შესანიშნავი ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმიტომ გვეხმარება, რომ ქართველი კაცია და თანაც ის საქმეები, რომელიც ის აკეთებს, ჩვენ უფულობის გამო არ შეგვიძლია დავიქირავოთ მაღალი დონის სპეციალისტები, თვითონ კარგი სპეციალისტები, რამდენადაც ვიგრძენით, რომ მას დაუწყეს შევიწროება. ნახოთ ცოტა ხანი როგორ იქნება, შემდეგ ამას ყველაფერს ძალიან დიდ გამოხმაურებას გავუკეთებთ ჩვენ, იმიტომ რომ ზეწოლა ქართველთა დიდ გაერთიანებაში მოსულ ადამიანებზე შეიძლება გააკეთოს საქართველოს მტრებმა. ხელისუფლებაში ხარ, არა ხარ ხელისუფლებაში და ისე ლანძღავ. უშუალოდ მტერი ხარ, იმიტომ რომ ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ არაფერი არ გვინდა, ვინც დავაფუძნეთ ეს და ვინც არიან, მე რამდენადაც ვიცი და ვისაც ვიცნობ
მაგრამ ადამიანების ურთიერთობაში პრობლემები წარმოიქმნება და თუ ვინმეს წინაშე წარმოიქმნა პრობლემა, კიდე გეუბნებით, უარეს რაღაცებს ველით ჩვენ კიდე უფრო გამძაფრდება ჩვენს წინააღმდეგ კამპანია, ძალიან გთხოვთ. თუ ჩვენ ერთობლივად არ ვაკეთებთ განცხადებას, არაფერი არ ეკუთვნის ქართველთა დიდ გაერთიანებას. ჩვენ რა წერილებსაც მოვაწერთ ხელს, ყველაფერი აიტვირთება, რა განცხადებებსაც გავაკეთებთ, ყოველთვის ერთდროულად ვაკეთებთ, ჩვენ ყველგან ერთად დავდივართ, აქცია იქნება რაიმე, ეს ჩვენი პოზიცია, საერთოდ შეთანხმებული ვართ იმ ადამიანებთან, რომელიც ჩვენ გვერდია და ძალიან ღირსეული ადამიანები არიან, მაგრამ ხდება ადამიანურ სისუსტეებს ნუ გამოვრიცხავთ, შეტევა იქნება იმაზე გაცილებით სასტიკი, ვიდრე წარმოგიდგენიათ, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენ არ შევართ არანაირ პოლემიკაში, იმიტომ რომ ჩვენ გასაკეთებელი გვაქვს იქ საქმე, რომლის გაკეთებაც ასეთნაირად შეკრებილი ადამიანების გარდა არავის არ შეუძლია. რაც ვითხოვთ ჩვენ, თავარი ძალა აიძულებს ამ ხელისუფლებას, რომელსაც უზურპირებული აქვს ძალაუფლება, არალეგიტიმურია. უკანონო არის 92 წლის მერე ყველა უკანონოა. არალეგიტიმური 24 წელმა აჩვენა. პოლიტიკური სისტემა მკვდარია. ამ სისტემაში, როცა ვერავინ ვერაფერს ვერ აკონტროლებს, საარჩევნო პროცესებში მიღება ნიშნავს იმას, რომ ხელი შეუწყო არაფორმალურ მმართველობას კიდევ უფრო განმტკიცოს თავისი მდგომარეობა. ჩვენი მიდგომა სხვანაირია. ძალა აიძულებს ყველას დაუჯდეს მაგიდას და მოვილაპარაკოთ და ერთად შემუშავდეს პროგრესული საარჩევნო კანონი, სადაც გაყალბების ყველა მექანიზმი არის. დაზუსტდეს საარჩევნო სიები, რომელიც არის უბრალოდ გადაჭარბებული არანორმალურად, შეიქმნას წესიერი ადმინისტრაცია, დაინიშნოს არჩევნები და შეთანხმებულ კონტროლირებად სიტუაციაში ქართველი ხალხი როგორც გადაწყობს არჩევანს, ჩვენ ყველანი დავემორჩილებით იმას. ეს არ მოხდება კანონიერების აღდგენას ხაზს უსვამ. როგორც ჩანს, ძალიან ბევრს ვერ გაუგია, რაც ნიშნავს კანონიერების აღდგენა. ეს არის არა მარტო იურიდიული აქტი, არამედ ეს არის პოლიტიკური და სიმბოლური აქტი. 92 წელს საქართველოს არჩეული ხელისუფლება დაამხეს. კარგი იყო ეს ხელისუფლება, ცუდი იყო, ვიღაცას მოსწონდა, ვიღაცას არ მოსწონდა, მე ასე ხარისხოვანია. თავარი ის არის, რომ ვისაც არ მოწონდა ახალ არჩევნებზე გადარჩევა მოხდებოდა და აუცილებლად მოხდებოდა რაღაც ცვლილებები, მე ვფიქრობ, რომ თვითონაც არ იყვნენ პრეზიდენტი, პირველი პრეზიდენტი, მე მგონი არ იყო წინააღმდეგი იმისა, რომ გადარჩევა მომხდარიყო არჩევნების გზით, მაგრამ დაემხო. სანამ არ გასწორდება პოლიტიკური და იურიდიული საკითხი, სანამ სამართლიანობა არ აღდგება შენამჭაობიდან ვერასდროს გამოხვალ. ხელისუფლებები, რომლებიც დანაშაულების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, სანამ ეს არ გასწორდება, სანამ ის სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, ყველა იქნება იმ ვირეშმაკა პოზიციაზე, რომელიც 92 წლის მერე ატარებს ხან ერთი, ხან მეორე და ხან მესამე ხელისუფლება. ერთ-ერთმა ადამიანმა, მოდი ყველაფერი უნდა დავალაგოთ. გუშინ წინ ერთ-ერთ კომენტარში გააკეთა, ბატონო დემურ, თქვენ თვითონ ხომ იყავით იმ რა ქვიოდა იმას, როგორ დაწერა, ესე იგი იმ პუტჩისტები არ ხსენებია, მაგრამ ხო იმათი დეპუტატი იყო, იმათი დეპუტატი, არავის დეპუტატი მე არ ყოფილვარ. მე პარლამენტში მოვხდი იმერეთის კვოტით, მაშინ იყო ორიენტაციაზე არჩევნები, ყველაფერი განმარტებულია, ყველაფერი დევს, რატომ დავეთანხმე, სწორად გავაკეთეთ. უკანონო რომ იყო ის ხელისუფლება, ჩვენ რო არავის არაფერი არ გვეკეთებინა და არ გვემუშავა, ვერ მივიდოდით გაუმჯობესებამდე. ამიტომ პასუხისგებლობის საკითხია, გააჩნია რას აკეთებ, როგორ აკეთებ, ხომ? ეს ერთი თემა. მეორე თემა ის არის, რომ
საუბარი არა ძველი ხელისუფლების პიროვნულ აღდგენაზე, არამედ კონსტიტუციური სამართლის აღდგენაზე, უსაშველოდ მნიშვნელოვან იურიდიულ და სიმბოლურ და პოლიტიკურ აქცია. კიდე გეუბნებით, ჩვენ მე ძალიან არ მომწონს 1921 წლის ხელისუფლება, ნამდვილად არ იყო კარგი საქმეებიდან, იმიტომ ძალიან კარგად ვიცი საქმეები, მაგრამ ჩვენ ორი დიდი ტრაგედია გვაქვს. დამოუკიდებელი სახელმწიფო დაამხეს 21 წელს და დამოუკიდებელი სახელმწიფო არჩეული პრეზიდენტი და ასე შემდეგ დაამხეს 92 წელს. ესე იგი, ჩვენ რაღაც შიგნით არ ყოფნის, რომ 100 წლის განმავლობაში არ დაგვეშვა და ქართველების შეცდომები სერიოზულია ორივე ამ ტრაგედიაში. და ამ ორ ტრაგედიას მოყვა საბოლოო ჯამში 55% ტერიტორიის დაკარგვა. ქართველების დიდმა უმრავლესობამ არ იციან ეს 55% დაკარგულია ამ უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომის გამო. ჩვენ არ ვიაზრებთ ამას, იდეოლოგიურ შტამპებში ვართ გადაბარდნილი, იდეოლოგიის გამო საერთოდ გონებაზე უარი ვთქვით, იქამდე დაეშვა ქართული საზოგადოება, ყველა ავადმყოფობა, ყველას ეკუთვნის, იმიტომ რომ შენ უშვებ ამას, ხომ? ქუჩაში ტურისტებს, რუს ტურისტებს ცემა დაუწყებს ვაშკაცება, ხო, ჭყალებში და წარმოიდგინეთ თქვენ დეგენერაციის რა ხარისხი უნდა იყოს, როდესაც იმდენად უსუსური ხარ, ისიც არ გესმის რა ხდება და რა თქმა უნდა ქართველებს რუსეთის სახელმწიფოს და მისი ხელისუფლების წინაშე უზარმაზარი პრეტენზიები გვაქვს და დიდი პოლიტიკური დიალოგია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ და შენ ვითომ ქართველი ქუჩაში 25 წლის გოგოს და კიდევ უფრო მეტ ქალს ეხები და პასუხს თხოვს იმას, შენ რო გცემონ იმის გამო, რაც შენ დაუშვი საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, რას იტყვი, მაგრამ ეს უსუსურობის შენიღბვა. ეს არის აბსოლუტურად უვარგისი ადამიანების აქციელი და ღრმათა ვარ დარწმუნებული, ეს პროვოკაციებია შეგრებული. ასე რომ დეფორმირება ქართული საზოგადოების საკმაო ნაწილისა, აზროვნების დეფორმირება, ყალბი იდეოლოგიური მისწრაფებები, ყალბი ორიენტაციები, თავს უფლება მივეცი 2007 წელს უფლება მივეცი იმის გამო, რომ იმ ცხოვრებით ვიცხოვრე, ის საქმე მაქვს ნაკეთები, სადაც უსაშველოდ ღრმა პროფესიონალიზმი იყო საჭირო და ბედნიერება მაქვს, რომ ისეთ ადამიანების გვერდით მოვხდი, სადაც ნელ-ნელა შევძელი ის ცოდნის აკრება, რომელმაც უფლება მომცა მეთქვა. ნატო რომ სისულელე იყო 2007 წლის მერე ვამბობ, ევროკავშირი რომ ბლეფია თავიდან ბოლომდე ვამბობ, თავისუფლება მივეცი. დამოუკიდებელმა ადამიანმა წლები 2007-ში შემდეგაც და ასე უკვე პარლამენტიდან წამოსული ვარ და დამოუკიდებლად ვაკეთებ. და რაო რუსეთის მეხოტბე და პუტინის, ესე იგი, ლამის მეგობარი ვარ, ესე იგი, ხო? საზოგადოებას, რომელსაც არ უნდა გაიგოს სიმართლე, რა უნდა მეთქვა, ხა თქვენ საცოდავი ხალხი, ეგრეთ წოდებული შინმავლები, თქვენი მოწონება რომ ქონოდა მე უკრაინის დროშაში ჩემი პროფილი უნდა შემეკრა და სისულელეები მეთქვა, რომ რუსებს ჟანგიანი ტანკი აქვს და შესაბამისად მალე დამარცხება დაიშლებიან. 2022 წლის 24 თებერვლიდან ვამბობ, წარმოიდგინეთ თქვენ, მე განა რაიმე მატყვია იმის უჭკოობისა, რომ მთელ საზოგადოების დიდ ნაწილს არ დაუპირ, რას გეუბნებოდი? გამორიცხულია რუსეთის დამარცხება, ის უფრო ძლიერი გამოვა აქედან, ვერანაირი ნატო და ვერანაირი ევროკავშირი ვერ მოერევა
რა გამოვიდა? იმაზე უარესი შედეგია, ვიდრე მე ვამბობდი, იმიტომ რომ შეერთებულმა შტატებმა დაიხია უკან დიდი მარცხის შემდეგ უკრაინაში. დაიხია უკან ირანში დიდი მარცხის შემდეგ, ვისაც ეჭვი გეპარებათ იმ ჩემ ნათქვამებში, რომელსაც მე ლექცია ჩავატარე. სადაც აგიხსენით, ასიმეტრიულობის კანონი რატომ ქონდა ირანს უპირატესობა შეერთებულ შტატებთან? ამ დროს ტვინ გაღვინული ხალხი ირანს აუთოვებს, და აიათოლები ბნელები არიან და ირანი ბნელი. ხუთეულში შემავალი ტექნოლოგიური გიგანტი ქართველი სიბნელით დაბრმავებული ადამიანების გონებაში არის ბნელი 5500 წლოვანი უზარმაზარი ცივილიზაცია, პირველი უდიდესი რელიგიის შემქმნელი, მეცნიერებაში უზარმაზარი შედეგების მქონე, ფულის პირველი შემომტანი. შენ ისტორიულად რა გაკავშირებდა მასთან და რამდენად რთული იყო ეს, არავითარი მნიშვნელობა რა ცივილიზაციის შეფასებისათვის. ისევე როგორც თავს მოხვეული, ქართული ინტელექტის ყველაზე დიდი სისუსტე გამოჩნდა იმით, რომ იდეოლოგიურად დასავლეთი ჭირდებოდა საქართველოში ანტირუსული რუსოფობია, ანტირუსული განწყობები და მათ ფულზე საკმაოდ იაფფასიანი ადამიანების მოსყიდვის და გრანტების და ამით შემდეგ მიაღწიეს იმათ. მე შორსა ვარ იმ აზრიდან, რომ რუსეთი უნდა უყვარდეს ვინმეს, უნდა სძულდეს, არაფერი. შენი დამოუკიდებელი სახელმწიფო გაქვს რუსეთთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, შენ პრაგმატული ორმხრივ სასარგებლო ურთიერთობები უნდა ააგო. რუსოფობია ქართული ინტელექტუალური სიძაბუნის ნიშანია, იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყნის საწინააღმდეგო რამეს აკეთებდე, იმიტომ რომ შენ ეს რუსოფობია იმიტომ მოგახვიეს თავზე, რომ დარწმუნებული იყვნენ და თითქმის მიღწეული ჰქონდათ, მიზანი მოყვანილი ყავდათ ის ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად გახსნიდა ფრონტს თუ გნება საქართველოს განადგურების ხარჯზე. უკრაინა როგორც ერი ნადგურდება. უკრაინა დღეს მე კიდევ ვკითხულობ იმ გონება გამრუდებულ ხალხში და დიდება უკრაინას, იგებ უკრაინა ნამდვილად საპატივცემულო ქვეყანაა, ხალხი მისი, მაგრამ ხალხის განწყობის გამო ნადგურდება ის საკმაო რაოდენობის ხალხისა. დღესაც კი 35% ომს მოითხოვს და არავითარ კომპრომისს, 35% ძალიან ბევრია, მაგრამ უკრაინა ეს თავისი პრობლემებია, უკრაინასგან რა დარჩება ძალიან მეეჭვება, იმიტომ რომ მათ ფაქტიურად გაწირეს თავისი თავი, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ერი ნადგურდება, თვითმკვლელი ერი გახდა და საქართველოში ეს გონება დამთხვეული ადამიანები უკრაინის გამარჯვებაზე ლაპარაკობენ და მალე ესე იგი იმაზე რომ ესე იგი გმირი ზელენსკი წარმოგიდგენთ თქვენ მახსოვს ჩემი შეფასებები და როგორ შემომივარდებოდნენ იქ და ქართველი ადამიანი კაცს არ უწოდებ, იმიტომ კაცი არ არის ეს, ხო? მე ქართველ ადამიანს რომელსაც აქ საქმის მეტი არაფერი მიკეთებია, იმის გამო რომ მე შევაფასე პოლიტიკურად უკრაინა და ვიცი ნაგავი პრეზიდენტი, მას ძღნერის გროვაც ვუწოდე, მე ვიყავი თურმე რუსეთის მეგობარი და მეხოთბე და უკრაინის მტერი კი არა, უკრაინაში ვცხოვრობდი 6 თვე და ჩემზე უკეთესად საეჭვო რომ ვინმე მიცოდეს უკრაინა ამ მხარდაჭერებიდან. რატომ გეუბნებით ეს, რას მოვაყოლე, ხო? ეს არის უზარმაზარი გადახრა გონებაში. ქართული საზოგადოების საკმაო ნაწილი გონებრივად გადახრილია. იდეოლოგიის გამო, არ შემდგარი პიროვნებების გამო, ეს აბოროტებს ადამიანს. მაგრამ ამ ურთულეს პირობებში ასეთი გვაქვს რეალობა.
არანაირი პრაგმატიზმი, არანაირი სურვილი მდგომარეობის გაუმჯობესებისა ქვეყანაში არ არის. ხელისუფლება გვყავს და სამარცხვინო ხელისუფლება. კიდე გეუბნები. არალეგიტიმური, უკანონო ხელისუფლება. არაფერი არ მინდა ამ არანაირი ხელისუფლებისგან არაფერი არ მინდა. მე ვიყავ იქ და ვიცი რა ნაგავია. გავიმეორებ, რაც არაერთხელ ჩემს ცხოვრებაში იმაზე ცუდ ადგილზე არ ყოფილვარ, ვიდრე საქართველოს პარლამენტი იყო. მით უმეტეს რიგითი დეპუტატი არ ვიყავი. კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის ლიდერი ვიყავი. აბსოლუტურად ინფორმირებული ადამიანი. და წამოვედი იქედან და წლებით ბრძოლის შემდეგ დამოუკიდებლად ეხლა თანამებრძოლებთან ერთად ვართ და ძალიან იმედიანად ვართ, იმიტომ რომ ჩვენ უანგაროდ ვემსახურებით. არავის არ შეიტანოთ ეჭვი, მე მოგმართავთ იმათ, ვინც უსმენთ ამას საღადამიანებს. ადამიანური კონფლიქტები შეიძლება იყოს კარგად ორგანიზებული და მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქართულთა დიდი გაერთიანების წინ ვინც კი გამოჩნდა, უბრალოდ ღიად იყო. ახლა რომ უყურებ ზოგჯერ დათოს უსაყვედურეთ კიდეც, მაგრამ ჯობია რომ გაიხსნას ეს ყველაფერი და ყველა ის მუწუკი და ჩირკი გამოდენილი უნდა იქნას იმ სხეულიდან, რასაც ქართული სხეული ქვია, რადგან თუ არ გაიაზრებ ტრაგედიის მასშტაბს, რაც დღეს საქართველოშია და ილუზიებს აყვები, რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში, კიდე გეუბნებით, ხო? ვიღაცა უჭერს მხარს იმიტომ, რომ მისი გონებრივი შეზღუდულობა ვერ გრძნობს იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში. გეკითხები. ხელისუფლება, რომელიც თვითონ უკანონოა და 300,000 არაბით გაგიზარდა საქართველოს მოსახლეობა. ამ დროს საქართველოდან გადის არანაკლები 100,000 ადამიანი ყოველწლიურად. და დემოგრაფიულად უბრალოდ ნადგურდები. 28%-ია ერთი წლის წინანდელ ციფრს გეუბნებით, ფეხმძიმე ქართველი ქალები საქართველოს მოქალაქე ფეხმძიმე ქალებს შორის. თქვენ ვინახავთ, ვინც მხარს უჭერს ამ საცოდავ ხელისუფლებას. გონება სუსტები ხართ? მე უფრო უარესად გიყურებთ. მე გიყურებთ როგორც ცეთურის ბრბოს. იმიტომ რომ ნადგურდები, შენი ქვეყანა იყიდება. შენ ფიზიკურად აღარ იქნები მალე და დაშფანდურა გაგიმართავ. ჩვენთან არაერთი ძალიან ღირსეული კაცია, რომელსაც მისი უახლოესი ადამიანები თუ გნებავთ შვილები, ჩვეულებრივი კონფორმისტები, რომლებიც სადღაც ალბათ კარგად არის, რადგინდა მამა ეს ეუბნებიან, ხო გაქვს ფული, ხო გაქვს კარგად ყოფნა და ასე შემდეგ. ხო ესე კარგად თუ ცხოვრობ, ამ ქვეყანას პატრონი არ გაწყვეტია, არაბი იქნება, ხო? იცხოვრებ იმ არაბებში, ხო? არ გაცხოვრებენ, აი არაბები ცოტა უფრო მაგარი ხალხია, ვიდრე ქართველები აღმოჩნდნენ. არავის არ ცხოვრებენ აქ და მალე მიაღწევენ თავიანთ საწადელს. არ დაგავიწყდეთ. ისინი რას უწოდებენ თბილისს 386 წლის განმავლობაში ფლობდნენ ამ ქალაქს. რა მოხდა მერე, ხო ჩვენია, ჩვენ დაგჭა მაინც. შენ არაფერი არ დაგჭა. ასეთი იყო გეოპოლიტიკური ვითარება და ვიღაცას დასჭირდა, რომ სხვა იმპერიის წინააღმდეგ აქაურობა გაემაგრებინა, იმიტომ რომ პლაცდარმი იყო მას წინააღმდეგ. და ორჯერ გადარჩი სრულიად შემთხვევით. ესეც არ გინდა გაიგო. არც ის გინდა გაიგო 2008 წელს რა მოხდა. არც ის გინდა გაიგო 92 წელს რა მოხდა. არც ის გინდა გაიგო 1921 წელს რა მოხდა. ზღაპრები, ილუზიები, მარო თარხნიშვილი, რა გინდა მომღერალ დავითხარ. საერთოდ რა კავშირი ქონდა პოლიტიკასთან. ის საცოდავი ახალგაზრდა ბიჭები, იუნკრები, რომელიც მხოლოდ დამნაშავე ხელისუფლებას შეეძლო, ჩაეხოცა იქ და ასეც იყვნენ, ზუსტად ასე იყვნენ. კარგად არ ვიცით ჩვენი ისტორია, არ გვინდა, ხომ? ამიტომ ქართველთა დიდ გაერთიანებას შეხედეთ, როგორც ყველა საღი ქართველის მიმართავ ეხლა. როგორც იმ გაერთიანებას, სადაც
ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. თუ არ ვიქნით, სცენარი არის, სცენარი მიდის. ამას ვერაფერი ვერ გააჩერებს, ამას თქვენ სისტემაში შესვლით ვერ გააკეთებთ. ეს სისტემის გარედან უნდა გაკეთდეს. დავალაგებთ, ძალა იქნება, ყველაფერზე შევთანხმდებით და შემდეგ უკვე ყველაფერი ახსნელი მაქვს რა უნდა მოხდეს. არ არსებობს სხვა პოლიტიკური გზა, არ არსებობს სხვა გზა. ეხლა სადღაც წავიკითხე, ვიღაც ინიციატივა გამოდგა, რომ რეფერენდუმი ჩავატაროთ, რომ ჩვენ გვინდა ლეგიტიმური იყოს ხელისუფლება. ეხლა თავს შევიკავებ შეფასებებისგან, მაგრამ ან უნდა იყო მიამიტი, ან უნდა იყო პოლიტიკურად უვიცი, ან უნდა იყო თავრობისგან რაღაც გამორჩენაც რომელი დაცვა საკითხი და თქვენ გონიათ ლეგიტიმურობას რეფერენდუმი მიანიჭებს ხალხს, რომელმაც სისხლით დაამხო ხელისუფლება 92 წელს რეფერენდუმი ჩაატარებს ამას. ჩვენ აგიხსენით სამართლებრივი, იურიდიული, პოლიტიკური ყველანაირი გზები, როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ოცნება რომ მაგარი უნდა იყო, რომ იყოს, რასაც ჩვენ ვამბობთ, დროშად გაიხდიდა ამას. ყველაფერს გააკეთებდა, ხო აქ ხალხში გავლენა. ასე მიაჩნია, არ ვითარი გავლენა არ აქვს. ჩაატარებდა არჩევნებს, გაიმარჯვებდა და თუ გავბედავდით ჩვენ რომ საერთო შეთანხმებულ რეჟიმში გამარჯვებულზე ჩვენ არავინ არ ვიცით რა იქნება, გვინდა რაღაც, მაგრამ შემთხვევით მნიშვნელობა არ აქვს. ვისთვისაც ქართული სახელმწიფო კულტურა, ენა და მისი ხალხი ძვირფასია, მაგრამ ჩემგან განსხვავებული შეხედულებები აქვს, მერთმა ხელი მოუმართოს, არ გამოუვა, შეიცვლება, მერე სხვა მოვა. არ აკეთებს ამას, ვერ გააკეთებს. ამიტომ თუ მიაღწია 2028 წლამდე და არაფერი შეცვლილი არ იქნა, ძალიან აკვირდებიან ყველაფერს, გააკეთებს კიდევ არჩევანს და იმ ფულით თუ რაც არის, ამ განადგურებულ პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ გადაულიან თავზე და კიდევ ერთი 4 წელი გაიხანგრძლივებენ იმ უბედურებას, რა უბედურებაშიც არიან დღეს. ქვეყანას ყიდიან გვარით და სახელებით. ყველას მოეკითხება. პირადად მე რაიმეს ზედმეტს არ ვამბობ. ამას აუწევ, ან ჩვენ აღარ ვიქნებით. ან ვინც ამ ქვეყნის წინაშე დაუშვა სერიოზული, ტრული აბა რა არის. მას მოეკითხება, ან არ იქნები და სცენარი დამწვარდებულია, მორჩა. დაიხურა საქართველოში ქართველების ისტორია და მალე დაიხურება თუ არაფერი შეიძლება. ამიტომ რატომ გავაგრძელე ეს საუბარი? მნიშვნელოვნად მიმაჩნია, იმიტომ რომ ქართველთა დიდი გაერთიანების წინააღმდეგ გაგურდება ძალიან სერიოზული კამპანია. ძალიან სერიოზული. წავდება. ვერავინ ვერ გავა ქართველთა დიდი გაერთიანებიდან, იმიტომ რომ შენ არსად არავისად მიუღიხარ. არავის არსად არ მიუღიხარ. შენ მოდი შენი ნებით და ვიღაცას წაეჩხუბე და გადიხარ, ვერ გადიხარ. არიყავი და არა ხარ. შენ მაშინ ხარ ქართველთა დიდი გაერთიანების გვერდით, როცა იბრძვის საქმისთვის და არა ლანძღავ მის რომელიმე კონკრეტულ წელსა და თელს გაერთიანებას. ამიტომ სწორად გამიგეთ, არსად არ მოსულ ხარ და გადიხარ. თავში ქვა გიხლია, სადაც გინდა იქ წადი. ხაცოსო, თავში ქვა უხლია ყველას, ვისაც უნდა თავისი ამბიციები აქ. ქართული საქმის ხარჯზე გააკეთოს, იმიტომ რომ როცა შენ ამ ხალხს ებრძვი, რომ ჩვენ პარტია კი არა ვართ, შენი ადგილი დავიკავო პარლამენტში. ან შენ გაგიყვანო პარლამენტში. ძალა აიკრიბება, ღია ტექსტით ვამბობ. ჩვენ მოძებნით 100 ძალიან ღირსეულ კაცს საქართველოში, რომელსაც რეკომენდაციას მივცეთ, რომ კენჭი იყავ. მაგრამ
ჩვენ პირადად ამაში არ მივიღებთ მონაწილეობას. თქვენ ნახავთ, აი საცოდავი ხალხი რომ იდაღი, აბა სხვას ვის მივცეთ, ხმა არავინ არ. საქართველოში დღევანდელი ხელისუფლების და დღევანდელი ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მეტი თუ არავინ არ არის, თქვენ ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფო სახით არ გექნებათ. გამორიცხულია. რაზე უნდა ვმუშაობდეთ ჩვენი ფანტასტიკური ახალგაზრდობა მოდის. მსოფლიო დონის განათლება, მათი ნიჭისა და უნარის განვითარება, რაც შეიძლება ინსტიტუტების გამაგრება ქართველი ხალხის შრომა მთელ ამ ცხოვრებაში, ყველა პოლიტიკაში ვერ იქნება და იმიტომ რომ ამის ნიჭი არ ისევ როგორც ვერ იქნები მომღერალი, ისევე ვერ იქნები პოლიტიკოსი, თუმცა სიყვარული ერთისაც არსებობს ფანტასტიკური, მე მაგალითად პროფესიონალი მსმენელი ვარ, მაგრამ მე რო სცენაზე ვიმღერო, ალბათ კატასტროფა იქნება. ხო, ისეა პოლიტიკაში, თქვენ შეიძლება გიყვართ ქვეყანა, გინდათ რაღაც გააკეთოთ, მაგრამ ის თამაშის წესები, ის სხვა მენტალობა, აბსოლუტურად სხვა კოორდინატა სისტემა, რომელიც პოლიტიკას სჭირდება, თქვენ შეიძლება არ გქონდეთ. ამიტომ ამას შვიდად უნდა შევხედოთ. ამიტომ უნდა იყოს საზოგადოება ერთმანეთთან დაკვირვებით ყოფი, ყველა საჯარო პირი უნდა იყოს ყურადღებით დაკვირვებისკენ, მის მიმართ კრიტიკა ცივილიზებული ფორმით უნდა იყოს, დისკუსია ცივილიზებული ფორმით იყოს. ქვეყანაში დისკუსია აღარ არსებობს, შეხედულებათა სისტემების კონკურენტული, რომ იტყვიან, კონკურენციის გზით არჩევა არ არსებობს, არის ერთმართველი, არაფორმალური. ერთხელ თქვი და გავიმეორებ. კიმ ჩენ ინი, ხო ის ჩრდილო კორეის ის ოფიციალური პირია. დამისახელეთ ნებისმიერი სხვა, ყველგან ოფიციალური პირები მართავენ. კარგები, ცუდები, მეორე თემა. შენ ხელისუფლება არ აკრავს. შენ კონსტიტუციური ხელისუფლება არ აკრავს. ქართული სახელმწიფო ფუძეშია მონგრეული. ამ მონგრეულ ფუძეს და საყრდენებს თუ არ გაამაგრებ, შენ ამაზე შენობას როგორ ააგებ? შენობა იგება პრინციპების დონეზე. დიზაინი შეიძლება იყოს სხვადასხვა შეხედულებიდან გამომდინარე, მაგრამ ის საყრდენი შეხედულებებს არ ექვემდებარება. როგორი უნდა იყოს ძალაუფლებები, როგორი უნდა იყოს თამაშის წესები, როგორი უნდა იყოს ხელისუფლების მონაცვლეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ცუდ მდგომარეობაში ცუდისკენ მიდის, არ იფიქროთ, მე არ ვლაპარაკობ ეხლა საერთაშორისო რამეებზე, იმიტომ რომ ყველაფერი გითხარით და საუბედუროდ იმაზე უარესად განვითარდა ყველაფერი, ვიდრე მე ვფიქრობდი ამას და მადლობა ღმერთს, რომ მე თავისუფლება მივეცი უმძიმეს დროს, როცა საზოგადოება სხვა მხარეს იყო, მე როგორც მქონდა ჩაფიქრებული და რისთვისაც ავიღე ჩემ თავზე, გიხსნიდით იმას, რასაც ანალიზი იძლეოდა, მიუკერძოებელი ანალიზი, ამისთვის დავიმსახურე პუტინის ძმაკაცობა, რუსეთუმეობა, ამ საწოდავი უბადრუკი ხალხისგან, ესე რაც გაიძახოდნენ, ეს და ამერიკა გააუთავა, ვერ გააუთავებს ამერიკა, კიდე გეუბნები. არ ხდება ასე. ეხლა ევროპა ემზადება უზარმაზარი უბედურებისთვის თავისა და მიიღებს კიდევაც და ევროპის მეგობარია საქართველოს ხელისუფლება. სამი რამ ხშირად გავიმეორებ ამას, რასაც ევროკავშირი ულტიმატუმის სახით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას. ამ ევროპაში ღირსეულად მიმავალ უბადრუკ ადამიანებს. გაყიდი მიწებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, აკეთებენ. ხათ მაგრად თუ ვერ აკეთებენ, ხალხის ეშინიათ. მეორე, სრული თავისუფლება LGBT-ს. პროპაგანდა არა, არაფერი
გეი აღლუმები რუსთაველზე მაგარი ქართველები იქნებით, არა მაგარი საქართველო გეკნებათ, აქ ნაგავი რომ ივლის. ბოდიშვიხდი იმ ადამიანებთან, ვინც ბუნებამ განსხვავებულად მათთან არაა საუბარი. ეს არის ამ იდეოლოგიით გათახსირებული LGBT ხალხი, რომელიც რას გავს ერთი შეხედეთ. ახლა ფობია დამაბრალეთ. მესამე ეკლესიაზე შეტევა უნდა განხორციელდეს და შესანიშნავად ასრულებს ამას დღევანდელი ხელისუფლება 13 წელია უტევს ეკლესიას, რაც კი შეუძლია. ეკლესიის დაშლა, თავარი მიზანი არის ეკლესიის დაშლა, საბერძნეთის მსგავსად, იქ თუ 7-ია, აქ 3-4-ს გააკეთებენ. ამის ნიადაგი მომზადებულია, მათ შორის მეუფეებიც უკვე არის დასავლური ორიენტაციის, LGBT ორიენტაციის მქონე, ანუ რომ უჭერენ ამას მხარს, მიწების გაყიდვას და ასე შემდეგ. ამიტომ ხაც უსვამ, აქ გადაწყვეტილებას იღებს არა ხელისუფლება, არამედ გადაწყვეტილებას იღებს საღი ქართველი ხალხი. უნდა მას ასეთი თემა დასრულებული. მიწები გაიყიდება, ამას იყიდიან მიწებს, ქართველები იმიტომაც დააძაბუნეს, ბოლო რამეს გააყიდინებენ და აახვევინებენ აქეთ. LGBT გინდათ გექნება, ეკლესია გინდათ დაშლილი მართლმადიდებლობას. ეკლესიამ არის მსახური მართლმადიდებლობისა. მე ბევრ ადამიანში ეს გაუდგებულობა ვერ გაუგიათ. არ ნიშნავს რაიმე გააკრიტიკო კონკრეტულად ადამიანის მოქმედებაში მათ შორის სასულიერო პირისა მართლმადიდებლობა და ეკლესია ერთ სიტყვაზე არ დგას. მართლმადიდებლობა არის ხელუხლებელი. მართლმადიდებლობა არის ისევით. ეკლესია არის ჩვენსა და ღმერთს შორის დამაკავშირებელი მსახური, რომელსაც ადამიანები აკეთებენ. ამიტომ ადამიანები შეიძლება ცდებოდნენ, შეიძლება ადამიანების მიმართ გამოირქვათ კრიტიკა, მაგრამ როგორც კი ქართველი უარყოფს მართლმადიდებლობას და მის საწინააღმდეგო ნაბიჯებს გადადგამს, დაინგრევა მისი კულტურა, რომლის სისტემოწარმომქმნელ ფაქტორს მართლმადიდებლობა წარმოადგენს. იმიტომ არის შესანიშნავი ქართული კულტურა, მსოფლიო დონის კულტურა. თუ ჩვენ დავალაგებთ ამ ქვეყანას და თუ კი რა უნდა დავალაგოთ, ქართული კულტურის ექსპანსია მსოფლიოში გარდაუალად მოხდება. სასწაული კულტურა არის, ქართველებმა არ იცენ და იმ ახალგაზრდებს ტვინი გამოულაყეს და დაცინვით უყურებენ ყოველივე ქართულს და ევროპა კი რა გონიათ? პედარასტები, რასაც გინდა იმას გააკეთებ, იმაიმუნებ, შეურაცხყოფ უფროს, უმცროს, ეკლესიას, კულტურას, წესებს, ყველაფერს. აი ეს არის შედეგი ქართული ამ გენერაციის 2-3 თაობის, რომელიც ეჭვია გენეტიკური სისუსტისა, რადგან მათ შეაპარეს ძალზე ძლიერ ქართულ სულიერებას, რამაც ისაქამდე მოიყვანა, ის ნაგავი, რაც წამოვიდა არა ევროპიდან, არამედ ნეოლიბერალური უჩათალახესი იდეოლოგიიდან, რომელმაც ევროპა მაგრა გასვარა, ძალიან მაგრა გასვარა შეერთებული შტატები, მაგრამ შეერთებული შტატები სხვა ქვეყანაა და სხვა ელიტებია, ამიტომ ვერაფერს ვერ მიაღწევენ, საბოლოო ჯამში თქვენ ნახავთ, როგორც იცით, ტრამპმა ხელი მოაწერა, თუ არ ცდები იმას, რომ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვენსი იქნება კანდიდატი და მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება, ამაზე მე ცალკე ვისაუბრებ, თუ რა ჯგუფის წარმომადგენელია ვენსი, რატომ არის იგი ამერიკისთვის დღეს შეიძლება ყველაზე კარგი, იმიტომ რომ მას უკან ძალიან სერიოზული, ძალიან უსაშველოდ შეძლებული ადამიანები და ინტელექტუალური მთელი მიმართულების შემქმნელები არიან. ამაზე მე ერთხელ ვისაუბრე, მაგრამ ახალ კონსერვატიზმზე, კუმზე და მთელ მის ჯგუფზე აუცილებლად ცალკე გადაცემას მოვაწყობ. ჩვენი ამოცანა არის, ჩვენ დრო გვაქვს ძალიან ცოტა.
ეს არ არის სპრინტი, რომ საათსა თავქუთ მოგლეჯილი გავიგდეთ, მაგრამ არც დიდი დრო არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს საშუალებიანი პერიოდი, სადაც უნდა მოვახერხოთ კონსოლიდაცია, გავაკეთოთ ის, რაც არის, შემდეგ არაერთხელ მითხოთ, გავიმეორებთ ღმერთთან უთქმას, საქართველოში ყველა ერთნაირად ფიქრობდეს, ყველა ერთ აზზე იყოს, ანდა ვიღაცა ბელად შეჩერებოდეს და ბელაც რო შეჩერები ხართ 35 წელი, იმიტომ დედა აქვს ნატირები ამ ქვეყანას. ამიტომ დავალაგოთ. ქართველთა დიდი გაერთიანების წინააღმდეგ გადადგმული ყოველი ნაბიჯი არის რა გინდათ, არაფერი არ გვინდა, ეს ქვეყანა გვინდა, ამას გვედავები. ამიტომ გვერან ძღავთ, ვერ გავიგე. მოდი ვთქვათ ქუჩურად, რომ ფეხები არ მოგჭამოთ დიდიან პატარიანად. ხომ გასაგებად თქვი, ქართველთა დიდი გაერთიანების ყველა ღირსეულ ადამიანს და ჩვენთან ფეხები არ მოჭამოთ ლანძღოთ და გინებით. ბოდიში გიხდით, არა ვარ უზდელი, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვეს ზუსტად. ამ სიტუაციაში ვართ. არ იფიქროთ, რომ სისტემის ფარგლებში მოხდება რაიმე ცვლილებები. ვერ. არ შეიძლება ძალა არავინ არ არის. კარგად დაუკვირდით, პოლიტიკა არ არის, ვიღაცამ პარტია შექმნა. რა, ძალა არ არის პარტიაში. ძალა არ არის. პოლიტიკაში ანბანურ რამეს ხსნი ეხლა. ან ხარ ძალა, ან ხარ არ არის. ახლა არის ერთი ძალა, ერთი კაცი. მას აქვს ორგანიზებული ეს ყველაფერი. თავისი ფულით თუ რაღაცით მნიშვნელობა არ აქვს. გამაწონასწორებელი ძალა არ არის. ძალა, რომელსაც გაუწევს ანგარიშს, არ არის. ოპოზიცია ქუჩაში 400 თუ რამდენი დღეა პროტესტი აქვს 600, ხო? რა მნიშვნელობა აქვს? აბსოლუტურად კონტროლირებადი ჯგუფია, რომელმაც ხელი შეუწყო ერთმართველობის, არაფორმალური მმართველობის გაძლიერებას. ჩვენ ამ რეალობას რომ ვაღიარებთ, ამიტომ ერთადერთ გამოსავალს თავაზობთ. ძალად ვიქცეთ, დავალაგოთ თამაშის წესები, მივიღოთ ის შედეგი ამ გაუყალბებელი წესიერი არჩევნებისგან, დავემორჩილოთ ყველა. ის რომ კანონიერება ხდება, თუ რაიმე დამტვერილი საქმეებია პროკურატურაში, ვისაც ქვეყანა საკმაოდ მაგრა აქვს დაზიანებული სასამართლო გზით გასამართლება, რაც არა სრული ამინისტირება უნდა მოხდეს, რომ ჩვენ ცარიელი ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება. არა, ეს გზა არის ქართული სახელმწიფოს დასასრული. არ შეიძლება ადამიანები უსაშველოდ ეზიზღებოდეთ ერთმანეთი და ლანძღავდნენ ერთმანეთს და საკუთარი სახელმწიფო ჰქონდეთ. ხედავთ, 100,000-ობით ადამიანი იძახის ევროპაში, ესე იგი არ გვინდა ეს ჩვენი სახელმწიფო, თურმე ეს არის ბნელი, ეს არის თურმე რუსეთზე ორიენტირებული სახელმწიფო, ისინი კი არიან 60-ზე ორიენტირებული, ანუ დღევანდელ ევროკავშირზე და იქ უნდათ შესვლა, ხაზუცა. საქართველო ვერ შევა ევროკავშირში, ნატოში საერთოდ ზღაპარია ეს თემა. ଛოთეშორის რამდენიმე დღის წინ ზალუჟნიმ გააკეთა სერიოზული განცხადება დასავლეთის პრესასთან, მე მით უმეტესო დაკავშირებული ვიყავიო ამ ყველაფერთანო და რა თქმა უნდა არასდროს არანაირი შანსი ნატოში გაწევრიანებაში არ არსებობდა. თუმცა მე მან შეალამაზა ეს ნათქვამი, რატომ უნდა შევიდეთ ნატოში, როდესაც უკრაინის არმია თავისი მზადყოფნით და თანამედროვე ომის წარმოების მეთოდებით უფრო ძლიერია ვიდრე ნატო. 1000-ჯერ ვეხმარები, ვეთანხმები ზალუჟნის, ეს არის დღეს მსოფლიოში მეორე არმია და ყველა სპეციალისტი თუკია, მსოფლიოში დღეს ნომერი პირველი არმია, რომელსაც აქვს ერთადერთს უკრაინელებთან ერთად თანამედროვე ომის წარმოების, ეს არის რუსეთის არმია. და კრეტინიზმი საქართველოში ანტირუსულ განწყობებს აღვივებს
და ეს არის პროვოკატორების მიერ მიზანმიმართული ქმედებები. ეხლა რუსეთს უზარმაზარი არმია აქვს და ბაბაია უძახოთო, ეს იდიოტის, ესა სუსტი ადამიანი არ ვითარი ბაბაია არ უნდა უძახო. გეოპოლიტიკაში უნდა გაერკვა ერთხელ 700 წელი არ შეიძლება იყო უმეცარი. არ შეიძლება კისერი მოგტეხეს 700 წლის განმავლობაში არაერთხელ. გეუბნებით, ჩვენ ახლა ან შევცვლით ამ ტრაექტორიას განვითარებისა და დამთავრებას. არაერთმა მითხრა, რამხელა ამბიცია გაქვს ქვეყნის განვითარების ტრაექტორიის შეცვლა. დიახ, აბა რატო ვლაპარაკო? ეს გზა არის ქართველების დასასრული საქართველოში. მე კი გეუბნებით, საქართველოში არის ყველაფერი. არის ადამიანური რესურსი, არის მატერიალური რესურსი, არის ფინანსური რესურსი. დღეს აჭრილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში საქართველოს სამხრეთ კავკასიაში შეუძლია საკვანძო ადგილის მოპოვება, სოფლიო ფუნქციის აღება თავის თავზე, რადგან რანაირი კონფლიქტებიც არ უნდა განვითარდეს, ვერც ერთი კონფლიქტი ვერ ასრულებს სამხრეთ კავკასიის დაპირისპირების საკითხს. სამხრეთ კავკასია დარჩება მთავარ მოთამაშეებს შორის სტრატეგიული დაპირისპირების საგანი და აქ აგვაქვს ჩვენ. მზადა ვარ უწვრილბანეს დეტალებში ავხსნა ყველაფერი, არა ვარ ბავშვი, არა ვარ ემოციით მოსიარული. უზარმაზარი ბედნიერება მქონია რაღაც სასწაულ რამეებზე მემუშავა. ამას ყველაფერს წიგნებად ვაქცევ და არის უკვე და გაგრძელდება ეს ყველაფერი. არაფერი არ მინდა თქვენგან. მაგრამ მე ეს ქვეყანა მომწონს, ძალიან მინდა. ძალიან კაი კულტურა არის, ძალიან კარგი თვისებებია ხალხში, რომელსაც არ შეიძლება ასეთ უკიდურესობაში ჩააგდო. უკიდურესობებმა გააღვივა ცუდი თვისებები ქართლში. ყველა ადამიანში ცუდი და კარგია. გააჩნია გარემოება, რომელს ავითარებს. ცუდს თუ კარგს. ჩვენ მინდა შევცვალოთ ეს. ამბიციურია, უსაშუროდ ამბიციურია. უანგაროა. ყველა საქართველოს მოგმართავთ. დავდგეთ ერთად. თქვენ ჩვენს გვერდით, ჩვენ თქვენს გვერდით. ჩვენ არა ვართ დამოუკიდებელი. ახაც უფროსები, ვინმესი, არა ყველაფერს ერთად გადავწყვეტ. მაგრამ არ დაუშვებთ იმას, რომ ვინმე მოეთმაცნოს ქართველთა დიდ გაერთიანებას და შემდეგ დარტყმები მოგვაყენოს. კიდე გეუბნებით, გავიმეორებ, ფეხები არ დაგვაჭამონ ჩვენმა მაგინებელებმა, ხალხმა, იმიტომ რომ ჩვენ სუფთა საქმეს ვემსახურებით. სწორედ გამიგეთ, არც საგარეო პოლიტიკა ვარგია. რაკნას ხელისუფლება მეძებს ლეგიტიმაციის საყრდენებს. არჩევნებში უნდა რომ აღიარო. რუსეთის და ჩინეთის აღიარება არ უნდა. ამიტომ ევროპამ უნდა ამათვის ამ twin გამორეცხილი ხალხისათვის, რომლებაც ევროპაში რაღაც განათლება მიიღეს და როგორც ესე იგი, ჩემი სტუდენტობის დროს კომკავშირლები იყვნენ, აქტივისტები, ძალიან თორე იქ ყველა კომკავშირელი იყო, მაგაზე კი არა ელაპარაკი, აი, კარიერისტი. აი ეს პეპელა კარიერისტი, თანამედროვე კომკავშირლები, რომლებაც ორიენტაცია აიღეს ევროპაზე. ნატოში შედიოდნენ რაღაცა სიაფანტობა სტრატეგიული ცენტრი გახსნეს დასავლეთის ფულით, ერთი სიაფანტი ვიღაცა ხელმძღვანელობდა იმას და ასევე სიაფანტი ხალხი ყავს შიგნით, რომ ერთხელ როგორ შეიძლება სპეციალისტი იყო კაცი და იმას ამტკიცებდე, რომ საქართველოს გზა არის ნატოში. ვერ შეხვალ ნატოში განადგურდები. ვერ გაიგე? და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე რუსეთუმევა ვერ შეხვალ ნატოში. გაგანადგურებენ როგორც სახელმწიფოს. ხო ხედავთ, რამხელა სახელმწიფო. საქართველოს არანაირი რესურსი გარდა ჩვენი კულტურისა და თქვა ჩვენი ინტელექტისა, რომელმაც გვიღალატა, უკრაინის მასშტაბის ქვეყანა არ იყო. კიდე გეუბნებით, უკრაინა ყველაფერი ნანახი მაგდა. ფანტასტიკური ქვეყანა იყო. და ნადგურდება. თქვენ ნახავთ როგორ განადგურდება.
ნახეთ 2022 წლის სადღაც თებერვალ-მარტი იყო, როდესაც მე თქვი დადგება საკითხი უკრაინის ტერიტორიების პატრონებზე დაბრუნებისათქო. იქ რამდენიმე ოლქი, პოლონეთისა, იმიერკარპატეთ თავდამოვლოდე ბულგარეთისა, აქეთ რუმინეთის ტერიტორიებია და რუსეთის პრეზიდენტმა რა გამოაცხადა და როგორ გამოაცხადა დღეს ხოლმე არა, მაგრამ 10 და 12 წლის მერე ალბათ სტალინის ეს საჩუქარი დაუბრუნდება თავის პატრონებს. უკრაინა გაქრება როგორც სახელმწიფო. უკრაინა უზარმაზარი ქვეყანა იყო, სადაც მისი არაფერი არ იყო, იმიტომ რომ ასეთი ქვეყანა, როგორიც უკრაინა, არასდროს ისტორიის განმავლობაში არ არსებულა. და მოინდომეს ის, რასაც გონიერების არანაირი ამ გზაზე ედგა ქართველები, ოღონდ უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტმა ამ ხელისუფლებას თვითგადარჩენის. არა იმიტომ რომ მშვიდობა უნდოდათ, იმიტომ რომ პირველი თვითონ განადგურდებოდნენ ამ დაპირისპირებაში. ამიტომ საგარეო პოლიტიკა მცდარია ამ ხელისუფლების ჭალებში. საშინაო პოლიტიკა არის მტრული ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული. დემოგრაფია არ აინტერესებს. მიგრაცია, იმიგრაცია არ აინტერესებს. მიგრაცია აინტერესებს, ახვიეთ აქედანო ბილეთებს ჩვენ გიყიდით. იმიგრაციას კი ხედავთ რას აკეთებს. განათლება არ აინტერესებს, იმიტომ რომ განათლება მოკლა. შეგნებულად გაანადგურა. მთელი ჩემი ცხოვრება განათლების სისტემაში ვარ. საოცარ რაღაცები მაქვს ნანახი და ნამუშევარი და მუშაობ კიდევაც. ამ განათლებით ვერანაირ ტექნოლოგიებს ვერ აითვისებს ახალგაზრდები. ინტეგრალი და წარმოებული არ იცის პოლიტექნიკური ინსტიტუტში. თქვენ რა გონიათ ტექნოლოგიები ვერ გავიგე გაჯეტზე რო სისულელებს დააკაკუნებ აქ და რაღაცა იმას პროგრამას შექმნი და ის გონიათ თქვენ ტექნოლოგიები? ქუთაისში, სადაც პარლამენტი იყო, ტექნოლოგიური ჰაბი გასმეს, როგორი სექსუალური სიტყვებია, როგორ მოსწონდა რა, ალბათ აღზნებას იღებენ. ერთმა ძალიან გონიერმა ადამიანმა კითხა. დემო, აი, ვინ უნდა იმუშაოს? გეკითხებით. ჩემი თაობის და საშუალო თაობის ზოგიერთი, მაგალითად, ქუთაისის პოლიტიკურში არაერთი შესანიშნავი მაშინ ახალგაზრდა მეცნიერი იყო, რომელიც იქ წარმატებით იმუშავებდა, ზოგიერთი შემორჩენილი ახლა. სტუდენტებიდან და ამ განათლებით მიღებული ცოდნით ტექნოლოგიურ ჰაბში ვერ იმუშავებ. რობოტი რო აჩვენეთ, ქართველების გაკეთებული კი არა, რაღაცა იყიდეთ ის რობოტი და ეხლა მე გეკითხებით, ის რაც მე ზუსტად თქვენ გინდათ მითხრათ კობახიძეს მივმართავ, რომ რობოტოტექნიკის კურსი შეიძლება სადმე საქართველოს რომელიმე უნივერსიტეტში წაიკითხოს და რომელიმე სტუდენტმა ორიანზე მაინც ორ ბალზე ისწავლოს ის არა ნული. მე არ ვამბობ ელექტრონიკაზე. თუ თქვენ ახლა კომაროვის და ქუთაისში კიდე ერთი სპეცსკოლა და კიდე ერთი ორი ამის იმედზე ხართ, დიახ, კომაროველი და იქაური ბავშვები ამას გასწევენ და კარგად გასწევენ. რამდენია ეს? განათლების სისტემაში რა ხდება ევროპაში? ბავშვებისთვის რა სასწავლო პროგრამებია, როგორ აპროგრამირებენ ისინი, სადა გაქვთ ეს ყველაფერი? თუ რა გრანტი მოგწეს და გითხრეს გაათახსირეთ ახალგაზრდები და ათახსირებთ კიდეც და მე თქვენ პატივს უნდა გცემდეთ, მითხარით ეს. ამიტომ არ არსებობს არბარ ემოციური. არ არსებობს ერთი თემა, რომელიც ამ ხელისუფლებას ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის, ქართული კულტურის გაძლიერებისთვის და საქართველოს მომავლისთვის ახალგაზრდები, რასაც თქვია, გადაედგა. აბა რა გინდა თქვენ? აბა რა მოგწონთ გეკითხებით თქვენ? თქვენ საწოდავებო, თქვენ მართლა სათურიზმო, რა მოგწონთ ამ ხელისუფლებას რო უჩერთ?
იმისთვის რომ გასწორდეს ეს ყველაფერი საჭიროა კონტრძალა რომელიც დაალაგეთ ყველაფერს თუგნება დავალაგოთ დიდი მადლობა ყურადღებისთვის ყველაფერი მომწერეთ ნახავ ყველაფერს და გიპასუხებთ აუცილებლად დიდი მადლობა ყველას ვინც უსმენდით და მე რეგულარულად უკვე გამოვალ ეხლა დავლაგდებით ცოტა როდის რა გავაკეთო და დავწერ ყველაფერს დიდი მადლობა კარგად ბრძანდებოდით